არანში ქვევზე ამოსული ეს ვაზი. ამ ვაზს თურქები უწოდებენ ინად გურჯი. ჯიუტი ქართული. 400 წელი ამას ჭრიან და ყოველ წელს ამოდის. აუში 400 მონათლის უძველეს ნანგრევებში ძველ მესხურ ვაზიჯის წავაწყდი და პირველი დავიწყე. დროს და ეპოქას ებრძვის ქართული ვაზი, თავგანწირვით ებრძვის როგორც უკანასკნელი ქართველი ალყა შემოწმული ციხის უკანასკნელი მეციხე. აი ეს ვაზი არის ბოლო ქართველი აფინცა. ამ ვაზს გავუმართოთ ჩვენ სიმბოლოს, ჩვენ გადარჩენას. იმით ვარო საქართველოში წმინდანინო ვაზი ჯვრით მოდის. ეს არ არის სენტიმენტი, ეს არის ჩვენი ისტორია და დავლე ვერც კიდე დავთვრები, ხედავდნენ მესხო, ქართველო გვინო თუ ისევ დავწურე, ტერი რას მიზავს გამჩენო. პირად რომ მოვედი აქ, ერთი პატარა ლექსი გავისურვე, მაშინ ცოტა ახალგაზრდა ვიყავი. ვერად ახალგაზრდები. ამ ვაზია. ისევნა ჩაგიკრა გულში, უნდა მოგეფერო ვაზო, გაგიდგამს ფესვების სულში დიდრონო რწმენა და აზრო. სულ ერთი ფიალა ღვინით, ჭირ დავაწყევრინებ მამგონს, გაუძლებ ტიტანურ ტკივილს, შენო მიმატოვა, ვაზო. კრისტალგებს გაყვება ცრემლი, ყველაფერს ელფერი გასდის. და მაინც შემორჩა ორნი, ჯიუტი, გურჯი და ვაზი. ამ ვაზს გაუმარჯოს, ტაში და რამები არ შეიძლება მონასტერში ვარ. ენაზე არა ვარ. გაუმარჯოს ამ ვაზს. გიორგობას გილოცავთ, ეს არის ახალციხეში წაღებული კალამი, რამდენიმე წლის წინ და იმისი ღვინო. სამწუხარო დიდ მოსავლიანი არ არის, ამიტომ მინდა სიმბოლურად ყველა მოვსვათ.